მოკლედ მეორე მოსვლა დაიწყო რა. რაზე? მე შენ არ გელაპარაკები, მე ჩემ თავს ველაპარაკები. რაზე ხო ვა რა? თუ მომისმენ, გაიგებ და ეხლა შეკითხვების მას თუ დამიწყებ, ვერაფერს ვერ გავიგებ, შენთან უნდა ვილაპარაკო. ოკეი, ხო. მეორეთ მოსვლა დაიწყო. კაცო, ის გამოვიდა და ილიამა თქვაო, მაგაზე ვიცი ზულ, ილიამა თქვაო, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. უჯიკეს, არა, გაჩუმდიო, გაჩუმდა, აბა რა. ეგო აკაკიო რაღაცას ეონე. ხო, აკაკი ერთ-ერთი გვერდზე ედგა და დაეთანხმაო. ეს გამოვიდა და ასაო რაღაცას იძახის, ვერაფერი ვერ გავიგე. მე ის გამოვიდა და იმან რაღაცა იჩურჩუტა ამერიკაში და ამან გასამართლებლად მოიგონა გოეთე ხო არ არისო ინგლისურად რო ელაპარაკოს კარგად ხო. დედას გაფიცებ, საიდან გამოიქეცით. აი მე დავასკვენით, ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა პასუხი გამეცა. მე დავასკვენი ძმაო, შერეკილები ფილმი რო არის. ეგ გადაიქცა რეალობად. სადღაც არიან ეგენი და ზოგიერთი გამოიქცევა ხოლმე, ვინც ფრინავს აპარატს გააკეთებს, ისინი გამორბიან იქიდან. მერე მასკი როიუცა და მოდიან ჩვენთან. და მერე ხდებიან პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. შერეკილებიდან არიან გამოქცეული, მაგ ფილმიდან არიან გამოქცეული სულ. Вот так. მე სტაფილოს წვენს არ ავსვავ, მე ფორთოხლის წვენს ვსვავ. სტაფილოს წვენს ისასვავს მარტო. ხო და რა უნდა ვქნათ ახლა, აი რა გაჭირებაში ვარ ჩავარნილი. საიდან დავაწყებინოთ, საბავშვო ბაღში მივიყვანოთ, არ მიიღებენ, დიდები არიან. სკოლაში მივიყვანოთ, სკოლას ვერ გაკაჩავენ, გამოაგდებენ. ხო და აი წინა იმაზე რომ ვთქვი, ეგ არის ყველაზე კარგი წამალი რა. გამოვყვანოთ მიშა სააკაშვილი, დაუსვათ სახლში და მიშამ უნდა ამეცადინოს ეგენი, გაანათლოს. კარგი იქნება გუბასანი კიდესაც თუ მიუჩენთ. ისიც ძალიან უკიდეგანოდ განათლებული არის. ხო, ამორი ადამიანის ხსენებაზე ახლა რა ირევით ალბათ. გუბაზა ის იყო, ეხლა ეს არის, მიშა ის იყო, ეხლა ეს არის. აი, ძალიან კაი ფორმულა არის. მიშა და გუბაზა დავნიშნოთ მეფის კარზე განათლების მინისტრად და ამეცადინებენ რა. ეხლა წარმოგიდგენიათ ჩვენმა პრეზიდენტმა ისტორიაზე რო დაიწყოს ლაპარაკი. არა აქვს მნიშვნელობა თუ გინდა მე-20 იყოს, თუ გინდა მე-19, გინდა მე-18 და მე-12-ში და მე-6-ში და მე-8-ში და მე-7-ში წარმოგიდგენიათ თქვენ რეებში ლაპარაკებს, რა აღმოჩენებს გაგვიკეთებს, ჩვენ ვარ ვიცით ისეც. აი ესია. ქუჩაში რო გააჩერო არ ვიცი რა ვინ უნდა გააჩერო. ტაქსისტები ისე არიან განათლებული, იქით გასწავლიან ჭკუაზე რას ლაპარაკობენ. რა ვიცი ვინ უნდა გააჩერო ქუჩაში რა. აი ვერ იპოვი ქუჩაში ეგეთ ადამიანს. რომ ესეც სულელეები თქვას.
და ეგ ხალხი არის ჩვენი უფროსები. გილოცავთ. ხო და ავიცი ხა რა მე მართლა მივედი იმ დასკვნამდე რომ ავანტყოფებს არ უნდა აგინო შეცდომა დაუშვინე ავანტყოფების გინება და დაცინვა არ შეიძლება ცოდვები არიან და სამკურნალოები არიან და უნდა გაანათლო და ასწავლო და უთხრა რომ ეგ ხიხია არ შეიძლება всё აბა კარგად იყავით ახლა და რა ვიცი ველოდებით შემდეგ ცირკებს კომედიური ჟანრის გამოსვლებს ცირკებს იჯდერაო და ეგეთ რაღაცებს რა და ვზივართ და უყურებთ ესე რა მაგრამ ერთი რამე ძალიან კარგად გამოსდით მაგ ხალხს საკუთარი ხალხის ცემატყება და ციხეებში ჩასმა კარგად იციან ეგ არ ეშკრებათ აქ რაც იციან იმას აკეთებენ მეტი რა გააკეთონ კარგად იყავით